მოგესალმებით, ვარ სანდროელიაშვილი, იგივე Phoenix-ი, Newlesson-ის ადმინისტრატორი და მე დღეს ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ დავაყენოთ უკუძრავაზე მოკლე რეგისტრაცია. როგორც მოგეხსენებათ, თავიდან საიტს როცა გავაკეთებთ, გხდათ ძალიან ბევრი რამის, email-ს, parol-ს, სახელს, გვარს, nick-ს, დაბადების თარიღს, საცხოვრებელ პერსონალურ სიტუაციას ავატარებთ და სხვა. და დღეს გასწავლით ისეთ გაკეთებას, რომ მარტო მოვთხოვოთ email-ი, nick-ი და parol-ი და სქესი. მოდი დავიწყოთ. შევიდეთ საიტის სამართავ პანელში, შემდეგ ჩვენი საიტის file manager-ში და ამისათვის დაგჭირდება ფაილები, რომელსაც მე ვიდეოს აუცილებლად მოვაყოლებ. საიტის file manager-ში შევქმნათ პაპკა მოკლე რეგისტრი. და ჩავყაროთ შიგნით, რაც მე ვიდეოს მოვაყოლე. ასატვირთი ფაილები. ავტვირთოთ. შემდეგ გადავიდეთ საიტის design manager-ში, template-ში და user login form-ში. შემდეგ ნახოთ რეგისტრაციის, რეგისტრაცია ეს. ამას ამოშლით მთლიანად edu-მდე, script-მდე და ჩავაგდებთ script ORS. იმის ვაგირად, რაც ამოშალეთ. ხა გადავიდეთ საიტზე, ნახოთ რომ არ დაყენებულა ისე როგორც გვინდა. შემდეგ შევიდეთ საიტის CSS-ში და ჩავაგდოთ მეორე სკრიპტი, რომელიც ვიდეოს მოვაყოლე. საიტის ბოლო CSS-ში. ეხლა განახებთ როგორი იყო ადრე. როცა CSS-ში არ ქონდა ჩაგდებული. ესეთია. email-ს, nick-ს და ძალიან ბევრი რამეს გთხოვს. სქეს, სრული სახელი, დაბადების თარიღი და ასე შემდეგ. მოდით რომ არ იყოს დიდი, ეხლა ჩავაგდოთ CSS-ში ის, რაც მე ვიდეოს მოვაყოლე. დავარესტარტოთ გვერდი და ნახოთ ეხლა როგორია. გთხოვს მარტო email-ს, nick-ს, parol-ს და სქესს. შევავსებთ ჩვეულებრივად ამებს, მე გამოგივდებს ახალ პანჯარას, დავარეგისტრირებ ამას. parol-ს არ ვუშვებს, email-ს არ დავინდაი. დავაწევით რეგისტრაციას, შემდეგ შევიყვანთ უსაფრთხოების კოდს. უსაფრთხოების კოდი არასწორია. დავარეგისტრირა. შევალთ შემდეგ ამ რეგისტრაციის შემდეგ ჩვენს email-ზე მოგვივა შეტყობინება. შეტყობინებაში დაწესება იმ ლინკზე გადავალ და საიტზე ვიქნები დარეგისტრებული. მოკლედ ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დასრულებულია. თუ რამე კითხვა მიგჭირდებათ, შემოდიოდეთ Newlesson-ზე და დაწერეთ კომენტარის სახით. მადლობთ ყურადღებისთვის.